განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ბიზნესის რეგისტრაციის ფასები არაერთხელ შეიცვალა. მეწარმისა და იურიდიული პირების შემთხვევაში თითოეული სამართლებრივი ფორმის რეგისტრაციის საფასური ერთმანეთს გაუთანაბრდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 4 წლის წინ ფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. Როგორ აფასებენ აღნიშნულ ცვლილებას ელენე ჩომახიძის სიუჟეტიდან შეიცვალეთ. საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით არის შესაძლებელი. მათგან ყველაზე მარტივი და გავრცელებული ინდივიდუალური მეწარმეა, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში ფიზიკური პირის სახელით გამოდის. რაც შეეხება მეწარმე იურიდიულ პირებს, რომელიც მოიცავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებას, მათი რეგისტრაციის საფასური ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის საფასურისგან განსხვავებულია. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის დადგენილი საფასური შეადგენს 20 ლარს და რაც შეეხება მისი რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადას, ეს არის ერთი სამუშაო დღე. ამავდროულად საჯარო რეგისტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს თავაზობს დაჩქარებულ მომსახურებას და ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია შესაძლებელია იმავე სამუშაო დღეს დასრულდეს და ამ შემთხვევაში საფასური შეადგენს 50 ლარს. მეწარმე იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი საფასური შეადგენს 100 ლარს და ვადა ერთი სამუშაო დღე გახლავთ, ხოლო დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში რეგისტრაციის საფასური წარმოადგენს 200 ლარს. 2010 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრაციის საფასური რიგ შემთხვევებში გაძვირდა. ისეთ სამეწარმეო იურიდიული პირების შემთხვევაში, როგორებიცაა კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კოოპერატივი, თუ ადრე მათი რეგისტრაცია 60-დან 80 ლარამდე მერყეობდა, ახლა იგი 100 ლარს შეადგენს. გაძვირების მაგივრად გაიაფთა იურიდიული მეწარმის დარჩენილი ორი სამართლებრივი ფორმის რეგისტრაცია. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ კანონით შპს-ის რეგისტრაციისთვის დადგენილი მოსაკრებელი 160 ლარს, ხოლო სააქციო საზოგადოებისთვის 360 ლარს შეადგენდა, 2010 წლიდან აღნიშნული გახდა 100 ლარი, როგორც მოგახსენეთ ერთ სამუშაო დღეში. უკანასკნელ პერიოდში მომსახურების სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიცვალა ბიზნესის რეგისტრაციის გაუქმებისა და საიდენტიფიკაციო რეკვიზიტის ცვლილების საფასურიც. რაც შეეხება რეგისტრაციის გაუქმებას მეწარმე იურიდიული პირების შემთხვევაში 2010 წლამდე აღნიშნული სერვისი მომსახურება დაინტერესებულ პირისათვის წარმოადგენდა საფასურთან დაკავშირებულ პროცედურას, ხოლო 2010 წლიდან სააგენტოს მიერ რეესტრის მწარმოებელ ორგანოდ განსაზღვრის მომენტიდან რეგისტრაციის გაუქმება უფასოა, ანუ გათავისუფლებულია საფასურისგან. 2010 წლიდან საფასურისგან გათავისუფლდა ისეთი მომსახურება, როგორიც არის საიდენტიფიკაციო რეკვიზიტის ცვლილება, განმარტავ, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც დაუშვათ მეწარმე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის ადგილსამყოფელს იურიდიულ მისამართს შეეცვალა რეკვიზიტი, ან ქუჩის დასახელება შეიცვალა, ან მისი ნუმერაცია. საჯარო რეესტრის მონაცემებით ოქტომბრის თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა სულ 4329 ერთეულია. მათ შორის ორი სამართლებრივი ფორმა, როგორიცაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ყოველთვის ყველაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი.